ჰოლშტაინის ჯიშის 4 ძროხამ რამდენიმე დღეა ბინა სოფელ რუსთავში დაიდო. გემითა და მანქანით ორთვიანი მგზავრობის შემდეგ შავჭრელი ძროხები ვაჟა ძირკვაძის ფერმაში დაბინავდნენ და ადაპტაციას ამ დრომდე გადიან. ჰოლანდიიდან ჩამოყვანილ პირუტყვს საქართველოში ახალი სადგომი, მათზე მორგებული გარემო და შესაბამისი პირობები დახვდათ. სოფელ რუსთავში მცხოვრები 4 ფერმერი გაერთიანდა. მათ ჰოლშტაინის ჯიშის ერთი სული ძროხა 6000 ლარად შეიძინეს. ფერმერების ჩანაფიქრი მეტი რძის წარმოებაა. ამ ჯიშის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ მათი წველადობა წელიწადში 300 დღე გრძელდება. ანუ 10 თვის მანძილზე ერთი სული 8 ტონამდე რძეს იძლევა, რაც დღეში საშუალოდ 20 ლიტრია. მონაწველი მეტი აქვს, რაოდენობრივად ხარისხი მეტი აქვს, შემოწმებულია დაავადებებზე. ასე რომ გათვლა და მიმართულება ამ საქონელზე ავიღეთ ჩვენ. რუსთაველი ფერმერი ძროხების პირველ ნამატს თვენახევარში ელოდება. ამ ჯიშის 80% ტყუპ ხბოს შობს. ისინი მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერებით მრავლდებიან. ჰოლშტაინის ჯიშის ძროხებს განსხვავებული კვება, მოვლა და პირობები სჭირდებათ. ადგილობრივი ჯიშებისგან განსხვავებით ისინი საძოვარზე ვერასოდეს გავლენ და მუდამ ბაგურ კვებაზე იქნებიან. მათ მოშენებას უპირატესობებთან ერთად თან რისკებიც ახლავს. ეს საქონელი არის სხვა საქონელებთან შედარებით ფაქიზი, ჭირდება განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა, ჭირდება სისუფთავე, აუცილებელია, იმიტომ რომ თუ არ იქნება სისუფთავე, სიბინძურე იწვევს, მასტიტებს იწვევს, ფეხის პრობლემა, ჩილქიუბილდება, მერე კოჭლობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. არც იყო ეს თავიდანვე ჩანაფიქრიში, რომ ესენი გასულიყვნენ მაგალითად საბალახოთ მინდორში. და ეს გამომდინარე იქიდან რომ შედარებით ჩვენ პირუტყვთან ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ამათ სუსტი აქვთ ფეხი, ასე ვთქვათ, ფლოქვები და მალე უზიანდება. ძირკვაძის ფერმაში მეწველი ძროხების რაოდენობა მაშინ გაიზრდება, როცა ფერმერის სათიბი ტერიტორია გაფართოვდება. ერთ სულს დღეში 40 კილოგრამის საკვები სჭირდება. ფერმერმა წელიწადში ერთი ძროხისთვის საშუალოდ 1 ჰექტარი ფართობი უნდა გათვალოს. ჰოლშტაინის ჯიშის ძროხებს თივასა და სილოსთან ერთად პროტეინებით მდიდარი საკვებიც სჭირდებათ. დაახლოებით გექტარ ნახევარზე გვითესია სათიბსაძოვრული ჯიშის ბალახი. წელს ვთესავთ კიდევ მეორე პარკოსნების დაახლოებით ნახევარ გექტარზე, რომ ნაირბალახ, ჯიში პარკოსნების იყოს, უბრალოდ პროტეინების რაოდენობაში რომ მეტი იყოს საკვების რაოდენობა. 4 ფერმერი ფერმაში მიღებული რძის გადამუშავებას თავადვე აპირებს. ისინი ყველის წარმოებას გეგმავენ, რომელიც ცოტა ხანში დახლებზე შემოწმებული, დაფასოებული და ეტიკეტირებული გამოჩნდება. ვაჟა ძირკვაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლის სახელით აპირებენ. საწველი დანადგარისა და საწველი მოწყობილობის განყოფილებაც ისე გვინდა, რომ რძესთან ხელშეხება იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ანუ მონაწველიდან ყველის ამოყვანამდე აი ეს პროცესი იყოს ძალიან ჰიგიენურად დაცული. და ამას გავაკეთებთ თვითონ ყველის ეტიკეტზეც იქნება მითითებული, რომ იქნება ხარისხიანი რძე. ვაჟა ძირკვაძემ 80 სული მსხვილფეხა პირუტყვი სოფელ რუსთავში ბრუცელოზის გავრცელების გამო გაყიდა. პოლონეთიდან ჩამოყვანილ პირუტყვს ბრუცელოზსა და სხვა დაავადებებზე ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ და მათი დაინფიცირების შანსი პრაქტიკულად ნულია. მესხი ფერმერი ვარაუდობს, რომ ახალი ჯიშის ძროხები თვითღირებულებას 1 წელში დაფარავენ.